ისანი სამგორის პოლიციაში მომხდარ ინციდენტზე მალე გამოძიება დაიწყება დაზარალებულების განცხადებით სამართალდამცველები აღიარებითი ჩვენების მისაღებად ახალგაზრდებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. Თუმცა ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, რომელზეც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქვს ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციაში. 2013-2014 წლებში მომხდარი 20-მდე ანალოგიური საქმე დევს, რომელზეც ახალგაზრდა იურისტები რეაგირებას პროკურატურისგან ითხოვენ. Vulqanis. Xamis 3 საათზე და დილის 9 საათამდე გვწევდნენ. Malxas ბართავაყვება რომ ორ მეგობართან ერთად ისანი სამგორის პოლიციის მერვე განყოფილებაში ფიზიკურად გაუწორდნენ. მისი თქმით პოლიცია იმ ბრალის აღიარებას თხოვდა, რომელიც არ ჩაუდენიათ. ბართავას ინფორმაციით სასურველ ჩვენებაზე უარის გამო პოლიცია ერთ-ერთ დაკავებულს რამდენიმე საათის განმავლობაში ფიზიკურად უსწორდებოდა. ის შემდეგაც ის იზოლატორიდან უგონო მდგომარეობაში გაიყვანეს. ჩემთან ერთად შავა ჩესანიძე დაიჭირეს, რომლის ჩინიც ჰქონდათ და რომელსაც მეც მომაყოლეს, რომ ჯგუფური გაეკეთებიათ ეს საქმე და დაემძიმებიათ უსვის ბრალი. ის იყო ძალიან ნაცემი, გული მიდიოდა, განყოფილებიდან თავისით ვერ გავიდა, გაიყვანეს, იზოლატორმა არ მიიღო ის, იმიტომ რომ რა მოკდეს რა უქნათ. შავა ჩეჩანიძე გათავისუფლებიდან რამდენიმე დღეში ისევ დააკავეს, თუმცა ახლა უკვე სხვა ბრალით მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მისი დაკავება პირად ანგარიშწორებას უკავშირდება. თვითმხილველის მონაყოლით 2014 წლის 2 ოქტომბერს ვარკეთილში ჩაჩანიძის და მისი ორი მეგობრის ცემის დროს პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი განსაკუთრებით აქტიურობდა. მათი ინფორმაციით გია მუჯირიშვილი მაშინ ისანი სამგორის პოლიციის მერვე განყოფილების უფროსი იყო. მათ ჰქონდათ პირადი დროება და შუღლი და მას უნდა პირდებოდა რომ გაუმწარებდა ცხოვრებას. გვაქვს ექსპერტიზის ცნობა ამაზე, რომ ესენი არის ნაცემები. პოლიცია ამ ფაქტთან დაკავშირებით იძახეს, რომ ამ მიიღნათ ვიდაზიანებები, რაზეც ექსპერტიზის დასკვნა გვაქვს, რომ ყოველად შეუძლებელია ამ ვითარებაში ამის მიეყინებინათ ვიდაზიანება. გია მუჯირიშვილი ისანი სამგორის პოლიციის მერვე განყოფილებაში უკვე აღარ მუშაობს. მუჯირიშვილი თბილისიდან გორში პოლიციის უფროსად გადაიყვანეს. ის დღეს კომენტარს არ აკეთებს. მუჯირიშვილი. ბატონი გია აქ აღარ მუშაობს. რამდენი ხანია აქ? ვარკეთილში მომხდარი ინციდენტი იმ ოც საქმეს შორისაა, რომელთა ობიექტურ გამოძიებასაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ითხოვს. ორგანიზაციაში სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე საუბრობენ. საიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სავარაუდო გადაცდომის შესახებ ძალოვან უწყებას უკვე მიმართა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. 20-ვე დაზარალებულის საქმე 2013-2014 წლებში ჩადენილ დანაშაულს ეხება. ასოციაციის განმარტებით დანაშაულის ჩამონათვალში პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის გარდა იარაღის და ნარკოტიკული ნივთიერების ჩადებაც ფიქსირდება. სახელმწიფოს აქვს ვალდებულება ასეთი გამოძიებები დაიწყოს დაუყოვნებლივ და ასევე სწრაფად და ეფექტურად მოხდეს ამ ფაქტების გამოძიება და იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდება დანაშაულის ნიშნები, მაშინ შესაბამისი პირების მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა. შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარ ფაქტზე კომენტარს არ აკეთებენ. პროკურატურაში კი ამბობენ, რომ ყველა ამ საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია. მიუხედავად ამისა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ დაშავებულების უმეტესობას დაზარალებული სტატუსი ამ დრომდე მინიჭებული არ აქვს.